მოგესალმებით მეგობრებო და სააკაშვილთან დაკავშირებით საყვედურობდე რომ სულ ლანძღავდა აგინებო ნუ თუ ერთი კარგი საქმე მაინც არ გაუკეთებიაო ამ ქვეყნისთვისო და ქართველებისთვისო სულ რომ მაგის კრიტიკაში და ლანძღვაგინებაში ხარო და ამასთან დაკავშირებით მინდა უპასუხო რომ კი ნამდვილად გააკეთა სააკაშვილმა ორი კარგი საქმე გზები დაგვიგო და გაანათა ეს ქვეყანა მაგრამ დააგო გზები გაანათა ქვეყანა და აი აქ დაიწყო ჯოჯოხეთი ქართველებისთვის და ჯოჯოხეთად გადააქცია საქართველო სააკაშვილმა თუ რას ვეძახი ჯოჯოხეთს ამას რომ ამის მოყოლა რომ დეტალურად დავიწყო შეიძლება 48 საათი არ მოყოს მაგრამ მოკლედ უცებ გავიხსენებ ჯოჯოხეთს ვეძახი იმას რომ სააკაშვილმა მოსვლისთანავე მოიშორა ზურაბ ჟვანია მოკლა პირდაპირ ეს ადამიანი და არავინ არ დაიჯეროს რომ ჟვანია იქ რაღაცა უეცარი სიკვდილით მოკლა და გაზმა გაგუტა ეს არის სისულელე პრემიერ-მინისტრები ეგრე არ კვდებიან არსად და არც ჟვანია არ მომკვდარა რა თქმა უნდა იმ სიკვდილით როგორც შეკერეს და როგორც საზოგადოებას შემოგუტენეს ზურაბ ჟვანია მოკლა სააკაშვილმა მოკლა იმიტომ რომ ჟვანია იყო სააკაშვილის ბარიერი სააკაშვილმა კარგად იცოდა იმ შემთხვევაში თუ ჟვანია იქნებოდა ცოცხალი სააკაშვილი აღვილს ბოლომდე ვერ აიწვიტავდა და აი ამ საშინელებებს რა თქმა უნდა ვერ იზავდა ამის საშუალებას არ მისცემდა ჟვანია იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ზურაბ ჟვანია და საფრთხეს წარმოადგენდა მიშასთვის ამიტომ მოიშორა ჟვანია მოკლა და გვერდზე შემოიკრიფა თავისნაირი ქვეშაჯვია ავადმყოფი დედამოწყნულები და ამის მერე გამოვიდა სცენაზე ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ყველანი ციხეშიო და აი აქ დაიწყო ჯოჯოხეთი და გაავსეს ციხეები პატიმრებით მნიშვნელობა არ ქონდა პურს მოიპარავდით მილიონს ყველას ერთქვაფში ხარშავდნენ და ყველას ერთნაირად სასტიკად უსწორდებოდნენ და მე ჩემი თვალით მაქვს ბევრჯერ ეგ ნანახი რაც ხდებოდა გდანის ციხეში სააკაშვილი არის ის პრეზიდენტი რომელმაც შექმნა ისეთი ციხეები სადაც ყოველ მესამე დღეს ადამიანი კვდებოდა და რომელიც ციხეებიდანაც უამრავი ინვალიდი გამოვიდა და უამრავი ფსიქიურად შეიშალა უბრალოდ ვერ გაუძლო ადამიანების ფსიქიკა იმ ჯოჯოხეთს რაც ხდებოდა სააკაშვილის ციხეებში სააკაშვილი არის ის პრეზიდენტი რომელმაც თავისი პრეზიდენტობის დროს ორჯერ დასაჯა სამაგალითოდ თავისი ერი ეს იყო 7 ნოემბერი და 7 ნოემბრის კადრებს უნდა უყურებდნენ ის ბავშვები ვისაც დღეს თავისუფლებამიშას პლაკატი უკავიათ ხელში და კარგად უნდა იცოდნენ თუ როგორ მოექცა 7 ნოემბერს სააკაშვილი საკუთარ ხალხს და იგივე და უარესი გააკეთა 26 მაისს რომელიც მე გამამახსოვრდა და სულ მემახსოვრება როგორც ყველაზე მყრალი დღე სააკაშვილი არის ის პრეზიდენტი რომელმაც ღია ტრიბუნიდან მოუწოდა თავის ძალოვანებს რომ ტყვიები არ დაინანოთო და ამის შემდეგ 200-ზე მეტი ახალგაზრდა ქუჩა-ქუჩა დახურიტეს სააკაშვილი არის ის პრეზიდენტი რომელმაც აგვისტოს რაღაც ავანტიურა წამოიწყო მერე 3 დღეში დაამთავრა და იმდენად ესე იგი შეშინებული და ჩაჯმული იყო ყველაფერზე ხელს უწერდა პუტინს სააკაშვილი არის ის პრეზიდენტი რომელმაც აგვისტოს ომის დღეებში როცა ცხინვალში ბიჭებს ხოცავდნენ და ქართველი ჯარისკაცების გვამები ეყარა რუსი გენერლები რესტორან ატარებინა თავის კეზერაშვილს და ვიღაცა დედამოწყნულებს და ამას რასაც ეხლა ვიძახი 100%-იან სიმართლეს ვიძახი და არა ერთი ფაქტი ყოფილა ამის რომ რუსი გენერლები კეზერას ეჯდა და რესტორნებში დაყავდა
და არა მარტო კეზერას. სააკაშვილი არის ის ქვეშაჯვია პრეზიდენტი, რომელმაც კოდორის ხეობა და ახალგორის ხეობა ერთი გასროლის გარეშე აჩუქა რუსებს და სააკაშვილი არის ის სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელმაც აგვისტოს ომის დღეებში, მაშინ როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა, რუსთაველზე კონცერტი გამართა და ზეიმობდა საქართველოს ოკუპაციას. ეს დედამოწყნული ეს არის სააკაშვილი. სააკაშვილი არის ის ბოროტი არსება, რომელმაც მოკლა ბადრი პატარკაციშვილი. სააკაშვილი არის ის არაკაცი, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა გელაშვილი ვალერი, რომელიც უმოწყალოდ ცემეს და მას რო ფინანსური საშუალება არ ქონოდა, ის დღეს მკვდარი იქნებოდა. სააკაშვილი არის ის ბოროტი არსება, რომლის დავალებითაც ისე გალახეს ყობა დავითაშვილი, რომ წლების გასვლის შემდეგ ეს კაცი სწორედ იმ ცემის შედეგად გარდაიცვალა. აი ეს არარაობა სააკაშვილი და მაგის დედას შევეცი. რანაირად შეიძლება სააკაშვილზე კარგი ვთქვა, როცა ამდენი ბოროტება აქვს ამ არაკაც გაკეთებული ჩემი ერის და ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. სააკაშვილი არის ის ფარჩაკი არსება, რომელიც ბიზნესმენებს იჭერდა, ციხეში სვავდა და მერე იქ უგზავნიდა იმას ხაზარაძის ბანკის თანამშრომლებს და თავის იმებს ნოტარიუსებს და სანამ ქონებებს არ აახევდა და გადმოაფორმებინებდა სხვადასხვა პირებზე და სანამ მილიონებს არ ჩაარიცხინებდა რაღაცა შავ ანგარიშებზე, მანამ არ უშვებდა ადამიანებს ციხიდან და ამისი უამრავი მაგალითია და ცოცხლები არიან დღეს ეს ხალხი და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. აი ეს არის სააკაშვილი და სააკაშვილის სულვიძახი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო სამარცხვინო შავი ლაქა და ყველაზე უფრო ქვეშაჯვია არსება და ყველაზე უფრო დიდი ბოროტება. სადაც არის სააკაშვილი, იქ ყველგან არის ცრემლი, უბედურება, სისხლი და ქაოსი და დედისტყნა. და ეს სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. სააკაშვილმა თავისი ერი გაიმეტა დასაჩაგრად და რა ვიცი, კაცები გაიმეტა გასაუპატიურებლად ამ დედამოწყნულად. სააკაშვილი არის ის ავადმყოფი არსება, რომელიც ტოტალურად ყველას საძინებელში უჭყიტინებდა. ყველა საძინებელში თვალი ჰქონდა და ყველასი ცნობილი სახის ინტიმური კადრები ნანახი და რა ვიცი, ყველასი პირადი ცხოვრება ზეპირად იცის, ვის რა ფერი საცვალი ეცვა და ვინ რა პოზაში რასაკეთებდა. აი ესაა სააკაშვილი და მეტი არაფერი და არავინ არ არის სააკაშვილი და არც არავინ არ იქნება არასდროს. და სულტყუილად აქვს იმის იმედი, რომ საქართველოს ისტორიაში მიშა შევა როგორც, რა ვიცი, მაგარი კაცი და აღმაშენებელი. ისე შენი დედა მოყან მიშა სააკაშვილო. სააკაშვილი არის არსება, რომელსაც ბოროტების, კეთების მეტი უბრალოდ სხვა არაფერი არ შეუძლია და სადაც და რასაც გაეკარება მიშას, იქ ყველგან ქაოსია, იქ ყველგან სისხლია და იქ ყველგან ცრემლია და უბედურება. და გავიხსენოთ, ამ სასისხლიანი 9 წლის შემდეგ, რაც საქართველოში მიშა თავისი მმართველობის დროს ქართველებს და ამ ქვეყანას დაგმართა, თავისი 7 ნოემბრებით და 26 მაისებით და ტერიტორიების დაკარგვებით და ქუჩა-ქუჩა ახალგაზრდების დახვრეტებით, რო აღარ დაედგომებოდა საქართველოში თავის შნირებთან, თავის გიენებთან ერთად გადააბარგეს მიშას პატრონებმა უკრაინაში და უკრაინაშიც რო ჩავიდა, იქაც კარგად ნახეთ, ხო? სადაც გამოჩნდა მიშა, იქ ყველგან იყო ქაოსი და არეულობა და რავი, დედისტყნა და ხოცვაჟლეტა და დაჭერები და რავი, დახვრეტები.
აი ეს არის სააკაშვილი და მეტი არაფერი არ არის და ვერასდროს მე სააკაშვილზე კარგს ვერ ვიტყვი, ვერაფერს არ არსებობს. სააკაშვილი იმსახურებს, რომ იჯდეს იმ პირობებში, რა პირობებშიც სააკაშვილი სასჯელს ახდევინებდა ატიმრებს თავისი პრეზიდენტობის დროს. კონკრეტულად სააკაშვილისთვის უნდა იყოს აი ეგ რეჟიმი, რა რეჟიმიც იყო სააკაშვილის დროს საპატიმროებში და მაგ რეჟიმში უნდა იყიდეს სასჯელს და არა ამ ოროთახიან იმაში საავადმყოფოს რაღაცა ფუფუნებაში და სასათბურე პირობებში. სააკაშვილი წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესმე ან ამ ქვეყანას და ან სადმე ვინმეს რამე სიკეთეს მოუტანს. ამის შანსი არ არსებობს. სააკაშვილი არის თავიდან ბოლომდე 100%-ით ბოროტი ბუნების მატარებელი ავადმყოფი არსება, რომელსაც ბოროტების კეთების მეტი არაფერი არ შეუძლია უბრალოდ. უბრალოდ არ შეუძლია ამ ადამიანს, რომ რამე სიკეთე მოუტანოს ან საზოგადოებას, ან ამ ქვეყანას და ან საერთოდ ვინმეს ან რამეს. სააკაშვილს სიკეთე მოაქვს დედამისისთვის და რა ვიცი, თავისი ცოლებისთვის და თავისი შვილებისთვის. ეგ არის და ეგ სააკაშვილი ყველაზე სამარცხვინო არსება, რომელიც აგვისტოს ომის დღეებში ჩაჯმული ფორთხავდა გორში, მთელი გორი ზედეფარებოდა ამ დედამოწყნოს და შეგვარცხვინა მთელი ერი. 3 დღეში დაუჩოქა პუტინს და კაპიტულაცია გამოაცხადა და ყველაფერზე თანახმა იყო და ამ დედამოწყნულმა ომის დანაშაული დააბრალა თავის ჯარს და მაგაზე ხელი აქვთ მოწერილი ნაციონალ დედამოწყნულებს და ეგ დოკუმენტი ინახება და შეინახავს ისტორია მაგას. აი ეგ არის სააკაშვილი. ასე რომ, რა ვიცი, ვისაც ეს კითხვები გაქვს დღემდე, რომ თურმე მიშას კარგი რაღაცა როგორ არ გაუკეთებია და რატო ვაგინებ და რატო ვლანძღავ, თუ ეგ ვერ გაგიგიათ დღემდე, ვერც დღეის მერე ვერ გაიგებთ და აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს და ამის ახსნას. სხვანაირად არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა და რანაირად უნდა ახსნა. მიშას დედას შევეცი მე აწდამარადის და ვინც მიშას მოყვარულია და ვისაც მიშა უნდა რომ ისევ ამ ქვეყანაში მობრუნდეს და რამეს წარმოადგენდეს, ყველასი მაგათი დედაც მოტყანს ზევიდან. არ ვიცი სხვა როგორ უნდა ახსნა ეს ამბავი, თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი და რატომ ძულს და რატო ვაგინებ ამ დედამოწყნულს ამას.